სამეფოს მახურებლებს ნამდვილად უაღრესად დიდი ნაბიჯი გადაიდგა საქართველოს ბელორუსიის ურთიერთობებში. ეს უაღრესად დიდი ნაბიჯია. ეს არის გარღვევა იმ დასავლური, ასე ვთქვათ, იზოლაციისა, რაც მან საქართველოს მოუწყო 90-იანი წლებიდან მოყოლებული. ესე იგი, დასავლეთმა, უშუალოდ დასავლეთმა გადაგვიკეტა აფხაზეთის, ცხინვალის რეგიონის მხრიდან ხელოვნურად ურთიერთობები, გასასვლელები და მონადირის ენით ვიტყვი, სარეკი მოგცა თურქეთის გავლით დასავლეთისკენ. რა შედეგიც მივიღეთ სახეზია 5 მილიონ ნახევრიანი საქართველოს ჩამოვიდა 3 მილიონ ნახევრამდე. თუ 5 წლის უკან სიკვდილიანობა აჭარბებდა შობადობას 1500 ერთეული, დღეს უკვე 9000 გადააჭარბა. ვიღუპებით. ეს არის ყოველგვარი ის სიკეთის მოტანა, რაც დასავლეთმა მოგვიტანა წყალებში, რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა. ჩვენ ყოველთვის გიორგიევსკის ტრაქტატს და ერეკლე მეფეს საქმიანობას კრიტიკულად ვაფასებთ, მაგრამ 8000-იანი საქართველო რუსეთთან ურთიერთობით გახდა 5 მილიონ ნახევარი. ჩვენ რა გვინდა? ესე იგი, უკაცრავად ამ პიდარასტების დაკრულ დუდუგზე ვიცეკო და ერი გავანადგუროთ, ეს არ მოხდება. საქართველოს ბელორუსიის დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენა ეს არის წინა პირობა, რომ უახლოეს თვეებში და არა წლებში, უახლოეს თვეებში დიპლომატიური ურთიერთობა აღდგება რუსეთთან. ეს გარდაუვალია და აქ ხაზგასმით აღინიშნა, როდესაც ბატონმა ნიკოლოზმა ჩანაწერი აჩვენა ნაციონალური მოძრაობისა, იქ საუბარი იყო კანონი ოკუპაციის შესახებ. ეს კანონი მოძველდა, ეს კანონი არის მიღებული სააკაშვილის მიერ, ამიტომ ეს კანონი უნდა დროულად სასწრაფოდ უნდა გაუქმდეს, უნდა მოხდეს ამ კანონის მოქმედების შეჩერება. ეს აფერხებს ურთიერთობის მოწესრიგებას როგორც რუსეთთან, ისე აფხაზებთან და ჩვენ ოს ძმებთან. ამიტომ ეს კანონი მე მოუწოდებ პარლამენტს შეაჩეროს ამ კანონის მოქმედება. მთლიანად თუ ეხლა არ ვიცი კორუმის საკითხი როგორ არის, თუ კორუმი ეყოფა, გააუქმოს ეს კანონი. ეს აფერხებს, ეს კანონი უკვე არის საქართველოსთვის დამღუპელი კანონი. ეხლა გარდა ამისა, მე მინდა ჩემო ძვირფასო მაყურებლებო, კიდევ ერთ ცვლილებაზე, საკანონმდებლო ცვლილებაზე მოგახსენოთ, ვისარგებლო შემთხვევით, სასწრაფოდ ამოსაღები არის კონსტიტუციიდან, ეხლა ამ შემადგენლობით პარლამენტი ვერ, მაგრამ შესაჩერებელია, როგორც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ შეაჩერა ურთიერთობა ევროკავშირთან გაწევრიანებაზე, ისევე უნდა შეაჩეროს პარლამენტმა კონსტიტუციის 78 მუხლში ჩაწერილი ეს ხელოვნურად ჩატენილი ასე ვთქვათ მუხლი ნატოსთან დაკავშირება, რა ქვია, ნატოსკენ მისწრაფება და ყველა ზომების მიღება მასთან დასაახლებლად. რატომ? ნატომ დაკარგა სტატუსი, რომელიც შექმნილი იყო თავდაცვითი ასე ვთქვათ გაერთიანება და ნატოს წევრი ქვეყნების თავდაცვის უნაროების გასამტკიცებლად. მას შემდეგ რაც ტრამპმა გამოაცხადა, რომ ის აღარ მოემსახურება სადაზვერვო ინფორმაციით უკრაინას აღარ მიაწვდის, ეს ითავა საფრანგეთმა, ნატოს წევრმა ქვეყანამ, საფრანგეთმა და მან მისცა საშუალება უკრაინის სადაზვერვო სამსახურებს ესარგებლად მათი ხელოვნური თანამგზავრებით და მათ ეს გამოიყენეს რაში? ანუ გუშინ დაიბომბა რუსეთის საზღვრისპირა რეგიონები, 300-ზე მეტი რაკეტა იქნა გაშვებული და სამიზნეები იყო ძირითადად არჩეული საბავშვო ბაღები, სკოლები და მაღაზიები, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები. ამიტომ საქართველოს არ უნდა იყოს, არ უნდა ეწეროს კონსტიტუციაში, რომ ის მიისწრაფის ნატოსკენ. ნატო გახდა ტერორისტული ორგანიზაცია. ნატო ამარაგებს იარაღით და ნატო წყვეტავს უკრაინაში მშვიდობიან მოსახლეობას. ნატოს დამსახურება ეს ყველაფერი. ნატოს გაფართოებისთვის დაიწყო ესა და ნატოს გაფართოებისთვის მოხდა ეს ყოველივე რაც არის. ამიტომ მოუწოდებ საქართველოს პარლამენტს თავისი უფლებამოსილების ფარგლებში შეაჩეროს 78 მუხლში ნატოსკენ მისწრაფება და განაცხადოს ამის შესახებ ოფიციალურად.